გუშინ კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიება სახელწოდებით სოფლიო არდადეგები გაიმართა. ნახეთ სალომე თენიაშვილის სიუჟეტი. ღონისძიების ორგანიზატორები ახალგაზრდული კავშირის ევროკლუბის წევრი ახალგაზრდები გახდნენ. მთავარი მიზანი კი ახალგაზრდების თვითგანვითარება და გახალისება სხვადასხვა ღონისძიებებით და კონკურსებით გახდათ. ღონისძიება საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ხნის მანძილზე ჩატარდა სხვადასხვა თამაშები და კონკურსები: ასფალტზე ხატვა, სახის მოხატვა, ბურთის კენწლა, კლავჭიდი, სახალისო ვიქტორინა, თოკების გადაზიდვა და ტენისი. ღონისძიებაში მონაწილე ახალგაზრდებმა წინასწარ გაიარეს რეგისტრაცია შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად. მასში მონაწილეობის მიღება 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეეძლოთ. ბავშვები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან იქნენ შერჩეული. ღონისძიების სპონსორები გახდნენ შპს ვასაძის პური, სადაზღვევო კომპანია ირაო, ბენზინგასამართი სადგური ლუკოილი, გურიის სამხარეო პროკურატურა, სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბირო და პროკრედიტ ბანკი. ღონისძიების ბოლოს შეჯიბრებაში მონაწილე ახალგაზრდები სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ და სიგელები და წამახალისებელი პრიზებით გადაეცათ. დღევანდელი ღონისძიება დავგეგმეთ იმისთვის, რომ სახალისო ყოფილიყო ოზურგეთლებისთვის, კერძოდ ესეთი რამ პირველად ტარდება, ატარებს ახალგაზრდული დეთა პროგრამის პროგრამამ ჩამოაყალიბა ეს ევროკლუბმა და რა ვიცი, ძალიან დიდი მხარდამჭერები ყავდა. ღონისძიების მიზანი იყო გაგვეხალისებინა ბავშვებისთვის არდადეგები და ამასთანავე სოფლიო ჩემპიონატი 2010 მოგეხსენებათ. ეხლა არის სოფლიო ჩემპიონატი, მიმდინარეობს სოფლიო ჩემპიონატი 2010 და პარალელურად დაიწყობს არდადეგების სკოლებში. და ჩვენ გვინდოდა აბიტურიენტებისთვისაც გაგვეხალისებინა გამოცდების პერიოდი და მათთვის მოგვეხსნა სტრესი და დაძაბულობა და ამიტომ ვფიქრობ ოზურგეთებისთვის შესანიშნავი საშუალებაა გასართობად. ესეთი დღეები საერთოდ ასეთი ქალაქებისთვის არის კარგი, იმიტომ რომ ბავშვები ახალგაზრდები გაერთობიან, ძალიან მიხარია ასეთი კარგი აქტივობები რო ტარდება ოზურგეთში. ძალიან უყვარყოფილი ვარ და ძალიან მომწონს ეს ღონისძიება რო ტარდება. გუშინ ოზურგეთის სილამაზის სალონებს კიდევ ერთი სალონი კლასიკი შეემატა. უფრო მსვლად ამ თემის შესახებ თამდადოლიძე ისაუბრებს. ბოლო წლებში ოზურგეთში სილამაზის სალონების რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა. მიუხედავად თითქმის სრულიად ათვისებული ბაზრისა, არ შეუშინდნენ კონკურენციას და ბავშვთა საავადმყოფოს წინ. ერისთავის 19 ნომერში სილამაზის სალონის გახსნა მაინც გადაწყვიტეს. გახსნაზე ოზურგეთელმა ქალბატონებმა მოიყარეს თავი და სილამაზის ახალი ცენტრის დაარსება შამპანიორით აღნიშნეს. კლასიკში საწყისი ეტაპისთვის ორი სტილის იმუშავებს. ია და ნინა მათი მაღალ პროფესიონალური დონის საფუძველზე სხვადასხვა მომსახურებასაც შეითავსებენ. აქ შემოსულ კლიენტს თმის სახისა და ფრჩხილების მოსავლელად სრული სერვისი ელოდება. მომსახურების ფასები კი სხვა სალონებთან შედარებით დაბალი იქნება. სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ის, რომ კლასიკმა ოზურგეთელ ქალბატონებს დასაწყისშივე სიურპრიზი შესთავაზა. დღეიდან ერთი კვირის მანძილზე სილამაზის სალონში კლასიკი ნებისმიერი მსურველი თმას სრულიად უფასოდ შეიჭრეს. მივესალმები ოზურგეთში კიდევ ერთი სილამაზის ობიექტის გახსნას. მჯერა რომ ეს სილამაზის სალონი მრავალი მანდილოსნის თავშეყრის წყარო იქნება და კიდევ უფრო მშვენიერი იქნებიან აქედან გამოსული ოზურგეთელი მანდილოსნები. ჩვენ და ჩვენი მეგობრები ამ სალონის ხშირი სტუმრები ვიქნებით. გთხოვთ გვეწვიოთ, იმედია არ დაჩებით ნაწყენი. ეს გავხდა ჩემ ხალხს არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრად გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.